რა მოხდა გუშინ დეპარტოს საზღვართან არსებული ინფორმაციით ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მკვიდრს ოსმა ძალოვანებმა სოფელ ყოდას შესასვლელში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას რამდენიმე ნატყვიარი ეტყობა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ოსმა ძალოვანებმა ქართული სოფელი მას შემდეგ დატოვეს რაც შემთხვევის ადგილზე ქართული სამხედრო პოლიციელები მივიდნენ სოფელ ყოდაში ოსი ძალოვანების შესვლა როგორც ადგილობრივები ამბობენ არც თუ ისე იშვიათია ერთი კვირის წინ ოსმა ძალოვანებმა სოფელ ყოდას ერთ-ერთი მკვიდრი სემეს დახვდნენ იქ და მიქონდა რაღაც გასაყიდად და დახვდნენ ოსები და მანქანას ესრულეს მე ჩვენ რო გავიქესით მანქანას გესრულეს და ეგ არის და ეგ მეტი არაფერი დაშავდა ვინ იყავით არა დაშავებით არავინ არ დაშავებულა მე და მამა ჩემი იყავით ძალიან აქტიურად მოიქცნენ სხვათა შორის ჩვენი პოლიცია სამხედრო პოლიცია ვინც იყვნენ იქ მართლა გაუმარჯოთ ღმერთმა ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეს სწრაფად აქტიურეს რა როგორც ასეთი ვეღარ ჩამოდიან მას ვერც მასწავლებლები მოდიან ვერც ბავშვები მოდიან და ერთი თვით რავი თითქოს უპატრონობა პედაგოგიკაციას ცემეს პედაგოგი ცემეს ისე ცემეს რომ ძლივს მოbrunდა რომ იწყენ ამ ქვეყანაზე